ეს საქმე საზოგადოების ინტერესებს არ ემსახურება. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ამ სივრცეში ცხოვრობს და რომელმაც აქაურობა ბევრი აურზაურის გარეშე უნდა დატოვოს. ეს პროექტი ეწინააღმდეგება მწვანე განვითარებას. მესინის სრუტეზე სიცილიისა და კალაბრიის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე იტალიაში ჯერ კიდევ რომაელების დროს საუბრობდნენ. თუმცა ამ სრუტეზე ხიდის გადების იდეა დაგეგმარების ეტაპს არასდროს გასცდენია. ჯორჯა მელონის მთავრობა ირწმუნება, რომ წელს ეს გრანდიოზული მშენებლობა დაიძრება და მას ნაწილობრივ ევროკავშირი დააფინანსებს. ეს მეტისმეტად ძვირი და თან ტექნიკურად რთული კონსტრუქცია იტალიის მთავრობის დღის წესრიგს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოჰყვება. მესინის სრუტის ხიდი ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და საკამათო ინფრასტრუქტურული პროექტია მთელ მსოფლიოში. თუ რატომ? მოდი ეს სიუჟეტიდან შევიტყოთ. მესინის სრუტეზე დაგეგმილი ხიდი იტალიის სიცილიის კუნძულს კალაბრიის რეგიონთან დააკავშირებს, როგორც საავტომობილო მაგისტრალით, ისე რკინიგზით. ხიდი, რომლის ძირითადი მალა 3300 მეტრია, ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი იქნება მთელ მსოფლიოში. სკანდინავია ხმელთაშუა ზღვის დერეფნის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, იმ სატრანსპორტო არტერიისა, რომელიც ჩრდილოეთ ევროპას სამხრეთ ევროპასთან აკავშირებს და ხელს უწყობს ხალხისა და ტვირთის მოძრაობას. ბოლო გათვლების მიხედვით ეს ხიდი 13.5 მილიარდი ევრო დაჯდება. ევროკავშირმა 25 მილიონი ევრო გამოყო იმისთვის, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დიზაინისთვის განკუთვნილი ხარჯის 1/2 დააფინანსოს. იტალიის მთავრობა ხიდის ბოლო დროს მომატებული ხარჯის დასაფარად აპირებს ევროკავშირის სხვა ფონდებიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი გამოიყენოს, რომელიც ცუდად განვითარებული სამხრეთის რეგიონების დახმარებაზეა გათვლილი. ამ იდეის ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ ის ადგილი, სადაც ხიდი უნდა აშენდეს, სეისმური აქტივობით არის ცნობილი, რაც უსაფრთხოების მხრივ კითხვებს აჩენს. მესინის სრუტეზე ხიდის აგებას დიდ წინააღმდეგობას უწევენ ადგილობრივები, რომლებიც ამბობენ, რომ ეროვნული და ევროპული ფონდები უკეთესი დანიშნულებით უნდა გამოიყენონ, მაგალითად დააფინანსონ აუცილებელი სერვისები, ან ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას მოახმარონ. სიცილიის ჩრდილოეთ აღმოსავლეთის ყველაზე შორეულ და კალაბრიასთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებულ ადგილას შევხვდი ოპონენტების ნაწილს. ჯინო უკვე 20 წელია აწყობს დემონსტრაციებს ამ დაგეგმილი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ასობით ადგილობრივის ქონებას ექსპროპრიაცია შეეხება. ჩვენ ზუსტად იმ ადგილას ვიმყოფებით, სადაც შესაძლოა ააშენონ ხიდის დამჭერი პილონი. სიცილიის მხარეს ეს იქნება 400 მეტრის სიმაღლის კონსტრუქცია, რომელიც გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს ლანდშაფტს. კომიტეტში სახელწოდებით არა ხიდს ამბობენ, რომ პროექტს არ გააჩნია აუცილებელი ჰიდროლოგიური, სეისმური და ლანდშაფტის კვლევები. ისინი აკრიტიკებენ არასწორად მიმდინარე პროცედურებსა და ამ ინფრასტრუქტურის საზოგადოებრივ სარგებლობას ეჭვქვეშ ახენებენ. ადგილობრივ თემებს არაფერს ეკითხებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი არასდროს დასთანხმდებოდნენ ასეთი პროექტის აგებას ან მასში 15 მილიარდი ევროს ინვესტირებას. თანაც ისეთ რეგიონში, სადაც უამრავი აუცილებელი ყოფითი საკითხია მოსაგვარებელი. გასული ზაფხული ისე გავატარეთ, რომ ონკანიდან წყალი არ წამოსულა. ამ ხიდისთვის გამოყოფილი ფულის ნაწილიც კი საკმარისი იქნებოდა მთელი წყალსადენის სისტემის გასამართად, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანდაცვაზე, სკოლის, განსახლებისა და სეისმური უსაფრთხოების პრობლემებზე. Per non parlare poi di aspetti sanitari, la questione delle scuole, l'edilizia, la sicurezza sismica. სრუტე 30 წუთში გადაგვეთე ბორნით. ამ ხიდის მშენებლობა ბორნის გაქრობასაც გულისხმობს, რომელსაც მატარებელი ჩაანაცვლებს. კალაბრიაში იმ კომიტეტის წევრ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდი, რომელსაც ექსპროპრიაცია ეხება. მათი სახლები ზუსტად იქ დგას, სადაც პილონის მშენებლობა იგეგმება. სეისმური ზონიდან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით. როდესაც ბუნება კარნახობს, რომ აქ მიწისძვრის აქტიური კერაა და კაბელების სტაბილურობა საფრთხე ემუქრება, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, როგორც ნებისმიერი ადამიანი დასვამდა, რომელსაც სურს საქმის კურსში ყოფნა. თუ კი ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, მაშინ რატომ ხდება, რომ გეგმის ყოველ ახალ ვერსიას აუცილებლად რაღაც ნაკლი აქვს? პროექტი, რომელშიც ექსპერტები მუდმივად რაღაცას ასწორებენ და ახალ პირობებსა და რეკომენდაციებს უმატებენ, გვაფიქრებინებს, რომ ამ ნაგებობის უსაფრთხოება არ არის გარანტირებული.
2009 წელს ხიდის მშენებლობის მოტივით არსებული რკინიგზის მოკლე მონაკვეთი სხვაგან გადაიტანეს. როსელას სახლიდან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით. ამ დაუსრულებელი მშენებლობის ბიუჯეტი 26 მილიონია. აქაურები ამბობენ, რომ ეს პირველი ეკოლოგიური სიმახინჯეა, რომელიც ხიდის მშენებლობის შედეგად გაჩნდა. ყველაზე მეტად დაუსრულებელი პროექტის გვეშინია. იმის გვეშინია, რომ მას შემდეგ, რაც სამშენებლო უბნები გაიხსნება, უცებ რაღაც ობიექტური მიზეზის გამო ხიდის მშენებლობა შეჩერდება და დავრჩებით ყველასგან მივიწყებული ამ ნანგრევებში. ვინ გადაიხდის ასეთი აუნაზღაურებელი ზიანის ფასს? სიცილიაში მატარებლების ნახევარი ისევ დიზელზე მუშაობს. მაშინ, როცა კალაბრიაში ჩქაროსნული მატარებელი შესაძლოა არასდროს ჩავიდეს. ამიტომ საკითხავია, რამდენად აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპის და იტალიისთვის ასეთი საკამათო ხიდის პროექტს სიცილიასა და კალაბრიას შორის. მე რომში ჩავედი, რათა ეს კითხვა დამესვა ამ ხიდის მხურვალე მხარდამჭერისთვის. სამხრეთ სიცილიის ინდუსტრიის განვითარების ასოციაციის პრეზიდენტისთვის. ხიდი ქვეყნის სტრატეგიული ჰაბი უნდა გახდეს. ის აუცილებელი რგოლია იმ კარგად ცნობილ ნომერ პირველ ევროპულ დერეფანში, რომელიც ჰელსინკიდან მალტამდე მიდის. სიცილია ხმელთაშუა ზღვისპირეთის გეოგრაფიული ცენტრია. სუეცის არხიდან წამოსული გემები სიცილიის პორტებს ჩაუვლიან, მაგრამ ამ პორტებში კი არ შედიან, არამედ პირდაპირ როტერდამისკენ მიემართებიან. ეს გარემოება რომ შევცვალოთ, ხიდი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. Allora, se noi vogliamo cambiare questa cosa, il ponte è uno degli ingredienti. რა აზრი აქვს ასეთ მასშტაბურ ხედვას, თუ კი ძირითადი ინფრასტრუქტურა არ არსებობს? კანონის მიხედვით დადგენილია, რომ იტალიაში სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ხარჯების 40% სამხრეთს უნდა მოხმარდეს. ყოველ წელს 40, 50 ან 60 მილიარდის დეფიციტია. ეს ნამდვილი ბრძოლა უნდა იყოს. და როგორ გგონიათ, ეს ხიდის ბრალია? ეს ამბავი უკვე 30 წელია ასე ხდება. არსებული პროექტი არ არის ყველაზე იაფი, ადვილი ან ყველაზე უსაფრთხო წამოწყება. ამიტომ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ რა არის საჭირო და მშენებლობა ისე არ გაიხსნება თუ ზუსტად არ გვეცოდინება რომ ის ბოლომდე მივა. თუ პროექტი გარანტიების გარეშე დაიწყება, ეს ფულის ფლანგვა იქნება. არა და ეს საზოგადოების ფულია. Se non c'è la certezza che quei lavori poi possono continuare, che se parte non ha quella sicurezza, sono soldi buttati e sono soldi pubblici. ექსპერტები მაინც ვერ თანხვდებიან ტექნიკურ საკითხებზე, სარგებელზე, ხარჯებსა და თვით იმ პროცედურებზეც, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა სხვადასხვაობა კი ადგილობრივ მოსახლეობას აფიქრებინებს, რომ მათგან ფუჭი მსხვერპლის გაღებას ითხოვენ.